განვითარებისთვის. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა CERN-ის მეცნიერთა დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის ვიზიტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან და ახალგაზრდა მკვლევარებთან. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მსოფლიოში უდიდესი ფიზიკის ბირთვული კოლაბორაციის ევროპული ორგანიზაციის 70 წლის თავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მისმა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბატონმა კოსტას ვონტასმა. ეს ჩვენი კონფერენცია ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ობახტის დახმარებით და მხარდაჭერით. დიდი პატივია ამ შესანიშნავ ქვეყანაში ყოფნა. ბევრი რამ აქვს საკითხული თქვენი ქვეყნის შესახებ. მოხარული ვარ აქაური ფიზიკოსების საზოგადოებასთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრით და ვცდილობ დავეხმაროთ ურთიერთობების დამყარებაში CERN-თან. მე 2000 წლიდან მუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიონალებთან და კოლეგებთან და ჩემთვის ის ფაქტი, რომ აღნიშნავთ CERN-ის შექმნიდან 70 წლის იუბილეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ქართველები უკვე მუშაობდნენ CERN-ში მეცნიერებთან 1996 წლიდან და ეს თანამშრომლობა 20 წლის წინ წერილი შეთანხმების წყალობით ოფიციალური გახდა. ამ 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ქართველმა მეცნიერებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს CERN-ში ამ პროგრამაში.